სალამი, მე დრანგა ვარ, ეს არის Bitanica Short. გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. მოდი დავიწყოთ ხმაურიანი ამბით. Coinbase-ში სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა დაფიქსირდა. ჰაკერებმა მოახერხეს და მხარდაჭერის თანამშრომლებს ფული გადაუხადეს, რომ კლიენტების მონაცემებზე მიიღოთ ცნობა. კომპანიას უკვე მოთხოვეს 20 მილიონი გამოსასყიდად. Coinbase აცხადებს, რომ საკითხის მოგვარება შესაძლებელია 400 მილიონამდე დაუждდეს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე დიდ ბირჟაზე უსაფრთხოება მაინც თავარი პრიორიტეტია. ახლა გადავიდეთ უკეთეს ამბავზე. Pi Network-მა შექმნა 100 მილიონიანი ფონდი, რომ დაეხმაროს იმ სტარტაპებს, ვინც მათ ბლოკჩეინზე პროდუქტებს ქმნიან. ფონდი დაფინანსებას გამოყოფს როგორც დოლარით, ისე Pi ტოკენით. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ Pi გაცილებით მეტი არის, ვიდრე უბრალოდ მობილურიდან მაინინგის პლატფორმა. ის ცდილობს რეალური ეკოსისტემის შექმნას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა არის რეგულაციები. ტრამპის მხარდაჭერით რესპუბლიკელები ცდილობენ კრიპტო სექტორში მკაფიო წესები გაატარონ. ამბობენ, რომ ბლოკჩეინი მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში ყველა ინდუსტრიას შეცვლის და ამერიკამ ამ სფეროში ლიდერის როლი უნდა დაიკავოს. მაგრამ დემოკრატების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ნაბიჯები შესაძლოა ნაადრევიც კი იყოს. კანონ პროექტზე შეთანხმება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ცხადია, რომ რეგულაციების დისკუსია უკვე დაწყებულია. ახლა გადავიდეთ კრიპტოსლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი სიტყვაა dusting attack. ეს ტაქტიკა მაშინ გამოიყენება, როცა სკამერი გიგზავნის ძალიან მცირე რაოდენობის ტოკენს. ამით მისი მიზანია გაიგოს, ვისთან გაქვს კავშირი და როგორ გადაადგილებ კრიპტოს. ეს არის თვალთვალის ტექნიკა ბლოკჩეინზე და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ უნდა ენდო უცნობი წყაროდან გადმოსულ უცნაურ ტრანზაქციებს. ახლა კი გათამაშების დროა. აბა თუ იცით რა ფასი აქვს Bitanica Gold-ს. ვინც პირველი სწორად დაწერს Facebook ვიდეოს კომენტარებში ფასს, მიიღებს ოქროს საჩუქრად. ეს იყო Bitanica Short. გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩნდეს თავარი მოკლედ.